სალამ მეგობრებო, აბსოლუტური შემთხვევითობის წყალობით თქვენ ხართ YouTube არხზე მეთოდი და დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეჟისორის ფილმოგრაფიის შესახებ. ეს არის კრისტოფერ ნოლანი. რა თქმა უნდა, სანამ ვიდეოს დავიწყებთ, პირველ რიგში გეტყვით, რომ უნდა გამოიწეროთ არხი, უნდა დაალაიქოთ ვიდეო, უნდა გაუზიაროთ თქვენს კინომოყვარულ მეგობრებს, თუ კინომოყვარულები არ არიან, უნდა გაახადოთ კინომოყვარულები ამ ვიდეოს წყალობით, იმედია გამოვა. ხო, და რა თქმა უნდა, რაიმე აზრი თუ გაქვთ, დააკომენტარეთ, მე ყველაფერს ვკითხულობ. რთულია ვერ წაიკითხო 2-3 კომენტარი. გადავიდეთ საქმეზე. კრისტოფერ ნოლანი მოგეხსენებათ არის თანამედროვე კინოს ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ავტორი. ავტორი იღებს საავტორო ბლოკბასტერებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ რეალურად ეს ორი სიტყვა ერთმანეთთან იშვიათად მოდის თანხმედრაში, იმიტომ რომ თან ბლოკბასტერი იყოს და თან საავტორო ძალიან იშვიათია რა. რა თქმა უნდა, სხვა ფილმებსაც შეგიძლიათ დაუძახოთ მათი ვიზუალური სტილის გამო, იგივე მაიკლ ბეის, იგივე ზაკ სნაიდერს საავტორო ბლოკბასტერები, მაგრამ როგორც წესი ეს მიღებულია, რომ თავარი საავტორო რეჟისორი არის საავტორო ბლოკბასტერების რეჟისორი არის კრისტოფერ ნოლანი და ახლა ბლოკბასტერებია ყველაზე მოთხოვნადი ფილმები. შესაბამისად, თავარი ავტორიც არის კრისტოფერ ნოლანი და ვინ არის ეს კრისტოფერ ნოლანი? ეს არის კაცი, რომელსაც შეუძლია გადაიღოს ფილმი, მოითხოვოს არანორმალური ფინანსები, მოითხოვოს არანორმალური პირობები, სტუდია, ვორნერები, ყველაფერს იღებენ მათთან ერთად, ყველაფერზე მოდიან უпростоრად, უპრობლემოდ აძლევენ მილიონებს, აძლევენ ყველაფერს, მათ შორის იმასაც, რომ როცა კინოთეატრში გადის ნოლანის ფილმი, ვორნერები, ვორნერის სტუდიის არც ერთი ფილმი ერთი თვის განმავლობაში მანამდე და მერე არ გადის საერთოდ. აი ნოლანია და всё. ასეთი ამბები და როგორ მიაღწია ამ კაცმა ასეთ პირობებს, იმიტომ რომ თქვენ არ დაიჯერებთ, ვინც არიცით. მაგრამ ეს ამ ადამიანის პირველი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი დაჯდა $3,000 და $6,000, რაც არის წარმოუდგენლად დაბალი ფული კინოსთვის, აი წარმოუდგენლად დაბალი ფული. ესე იგი, ეს კრისტოფერ ნოლანი არ ყოფილა ეგეთი ღარიბი ტიპი რა, ანუ ტარანტინოს გავსად ღარიბი არასდროს არ იყო. შემდგარი ოჯახიდან იყო რა, მაგრამ ვერ მოხდა კინო სკოლაში, ჩააბარა ფილოლოგიაზე, ინგლისურ ფილოლოგიაზე, არ აინტერესებდა დიდად. კითხულობდა და რა, მაგრამ მაინც არ იყო ეგ მისი თავარი საქმე რა. და ამიტომ გადაწყვიტა, ბარემ გადავიღოთო რა, მანამდე გადაიღო რამდენიმე 1-2 მოკლემეტრაჟიანი საინტერესო თავის მხრივ, მაგრამ ასე არსებითად ყურადსაღები მე თუ მკითხავთ, არ არის მისი მოკლემეტრაჟიანები. მერე გადაწყვიტა გადაიღო პატარა ფილმი და რეალურად ამ ფილმმა შექმნა შემდეგ მისი კარიერა. ეს არის ფილმი Following. ადევნება ქართულად ალბათ ეგრე იქნება სწორი. მოკლედ ფილმი არის კაცზე, წერალზე, რომელიც შეუმდგარია კარიერულად, არ არის კარგი, არ არის წარმატებული და გადაწყვეტს რაღაც მომენტში, რომ შთაგონებისთვის ან უпростоრად გაუგებარი მიზეზისთვის გადის ლონდონის ქუჩებში და უთვალთვალებს ხალხს. და ვინმე კონკრეტულს კი არა ქალს და რამე, უბრალოდ უთვალთვალებს. და всё, მეტი არაფერი. და რაღაც მომენტში, ვისაც უთვალთვალებს, ის მოვა მასთან და ეტყვის, რომ მე ვარ ქურდი. წამოერთად გავქურდოთ სახლი. და აქედან იწყება მისი ისტორია. და რომ ცოტა ინტრიგა რო ჩავაგდო, როგორც ერთი ცნობილი ინტერვიუა, ბოლოს პატარა ტვისტია. სიუჟეტი, ფილმი არის შავ-თეთრი, ფილმი არის ასე ვიწრო ჩარჩო. და იმდენად ფული არ ქონდა, რომ ესე იგი მსახიობები თავის ტანსაცმლით მოდიოდნენ, ეს ერთი. მეორე იღებდნენ 1 წელი, რაც ნიშნავს იმას, რომ მსახიობებს თმები ეძებოდათ, ზოგი იპარსავდა, ზოგი, თმებს იჭრიდა, პარიკმახერთან მიდიოდა მთელი ამბები და ეს ყველაფერი დიდ გავლენას ახდენდა, რა თქმა უნდა, ფილმზე და რა თქმა უნდა, რო უყურებ, ეს ყველაფერი იგრძნობა რა. ადგილები, $6,000 ბიუჯეტში ვერაფერს ვერ იქირავებ, ხო, ნორმალურად, რომ
ლოკაციას რო გადაიღო რა, ამიტომ მეგობრების სახლები ან მის ნოლანის სახლი, მეგობრების სახლი, რაღაცა ქუჩაში იღებდნენ სპეციალური პატარა კამერით, რო არ გამოჩენილიყო რა, იმიტომ არ შეიძლება ეგრე უფასოდ დიდი კამერითაც დააყენო და გადაკეთო ქუჩები, ეგრე არ გამოგივა რა ფულის გარეშე. ეგ ესეთი პირობები იყო. ზემოდან კიდე ის ემატება, რომ განათებები არ ქონდათ, კამერა სულ 2 ცალის პატარა და 1 ჩვეულებრივი კამერა ქონდათ და იღებდნენ შაბათ-კვირას მარტო, იმიტომ რომ ხალხი მუშაობს რა, არც ალიათ შენთვის მსახიობებს ბოდიში, დიდი ბოდიში რა. ხო მოგიყევით, რომ აქ 2 პერსონაჟია. ერთი ვინც უთვალთვალებდა და მეორე ვინც ადამიანი, რომელსაც უთვალთვალებდა, მივიდა ამ კაცთან და უთხრა, რომ მე ვარ ქურდიო რა, ეს კობი. კობის მსახიობმა შუა გადაღებების დროს შესაბამისად 6 თვის მერე სეტზე მოვიდა თავგადაპარსული. ყველა გამოშტერდა. რა ვქნათ ახლა რატო გაიპარსე თავი? ფილმში მაგდენი მართლა 6 თვე კი არ გავიდა, ჩვეულებრივი ისა და არ აბსურდი იქნება ხე რომ ეკრანზე გამოჩნდე, აბსურდი იქნება. ამიტომ მოდი რა ვქნათ, იცი? ჩვენ სხვა სცენებს გადავიღებთ და შენ დარჩები უმუშევარია ხა ეს პერიოდი, სანამ თმა არ გაგიზდება და მართლა ეგრე მოხდა. ამის სცენები გადაიღეს მერე, როცა უკვე თმა გაეზარდა რა, როგორც მანამდე ქონდა ის. ესეთი პრაქტიკა ხშირად ხდება ზოგადად კინოში, მით უმეტეს დაბალ ბიუჯეტიან კინოში, ახლა კაც თუ ფულს არ უხდი ნორმალურად, რა თქმა უნდა, სხვა მისი ცხოვრება აქვს და უკვე ფეხებზე კიდია რა, ეგეთი პასუხისგებლობას არ იღებს. ეგეც ეს არის და ეს. რეჟისორი არის თვითონ ნოლანი, დაწერა თვითონ ნოლანმა, პროდიუსერები რამდენიმე იყო და ასეთი ამბები რა. და ამ ფილმის ტაიმლაინი, ამ ფილმის ქრონოლოგია იცვლება 31 ჯერ ფილმის განმავლობაში. ტიპმა ფაქტობრივად ამ ფილმში მთელი ნოლანი გამოჩნდა რა. ის რასაც სახა აკეთებს უამრავი ბიუჯეტით და უამრავი რაღაც შესაძლებლობა აქვს და აკეთებს იმას, რასაც უნდა, ფაქტობრივად იდეის დონეზე following-ში ამ ყველაფერს აკეთებდა რა, უბრალოდ უფრო კრეატიული მიდგომით, იმიტომ რომ ფული არ ქონდა მაგდენი რა და ამ ფილმმა მოკლედ მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას ფესტივალებზე რა, ახლა box office ვერ დაწერდა. გასაგებია რა, იმიტომ რომ არც შანსი არა და არ არის ეგ ფილმი, რომელიც box office უნდა დაწეროს და ბევრი ფული შეაგროვო და რა, მაგრამ თავის განაცხადის გასაკეთებლად საუკეთ ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ უამრავი ფესტივალი მოიარა, ჯილდოები, ნომინაციები, ყურადღება, მთელი ამბები და მთავარი დასკვნა ასეთი დებიუტის შემდეგ, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთო არის ის, რომ ფილმში თუ არის ძლიერი იდეა, ხო? ეს ფილმი და ზოგადად ნებისმიერი შემოქმედებითი ნაწარმოები გაამართლებს, იმიტომ რომ თავარი არის ძლიერი იდეა. თუ ეს არ არის, დახარჯე მილიონები არ გამოგივა არაფერი, შანსი არა. თუ ძლიერი იდეა არ გაქვს. და ამ ფილმს აქვს ეგ იდეა. ამ ფილმის იდეა არის რეალურად ზოგადად კინემატოგრაფის იდეა. ეს არის თვალთვალი. კინო ხო თავისთავად კამერა. კინო ჩვენ ფილმებს როცა უყურებთ, ჩვენ სხვის ცხოვრებას უთვალთვალებთ. სხვის ისტორიას უთვალთვალებთ, სხვა ადამიანების ტრაგედიას, კომედიას, სიცილს, ტირილს, შურისძიებას, კვლელობას, გადარჩენას, გმირობას. ამ ყველაფერს უყურებთ ჩვენ კამერით, ჩვენ მათ ცხოვრებას ვუჭყიტინებთ. და ეს ფილმის მაგაზია. ადამიანზე, რომელიც სხვა ადამიანებს აკვირდება აბსოლუტურად უმიზეზოდ, აბსოლუტურად შეიძლება უმიზეზო არ არის, მაგრამ მას თვითონ სწორი ფორმულირება გასაგები, საკუთარი თავისთვის გასაგები ფორმულირება თუ რატო უთვალთვალებს ამ ადამიანებს არ აქვს. მაგრამ ამ თვალთვალის შედეგად აღმოაჩენს თავგადასავალს. ეს პერსონაჟი, რომლის სახელით ჩვენ არ ვიცით. აღმოაჩენს კობს და დაიწყება მისი თავგადასავალი. არ მოგიყვებით ბევრს, წავლენ სახლს გაძარცვამენ და იქ რაღაცები მოხდება. პატარა ტვისტი. და რეალურ კინოცხოვება ჩვენ ვზივართ, არის დასაწყისში შესაბამისად სტუდიის ლოგო, ცოტა ტიტრები თუ დასაწყისშია და მერე იწყება ისტორია, თავგადასავალი. და რეალურ ნოლანმა ამაზე გადაიღო ფილმი. და ამიტომ ეს ფილმი ასეთი ჩამთრევი და ძლიერი, იმიტომ რეალურად იდეის დონეზე არის ფილმი კინემატოგრაფზე როგორც ასეთზე. და ამიტომაც ასეთი საინტერესოა რეალურად რა. და საინტერესო ფაქტი ამ ფილმზე კიდევ ის არის, რომ ფული ხო არ ქონდა საერთოდ და სცენაში იპარავენ ძალიან ბევრ ფულს. და რაღაც მომენტში ეს ფული ჩანს რა და რეალურად ეს ფული არ არის საერთოდ, არც ყალბი ფულია, უბრალოდ ქაღალდია ამოპრინტერებული რა, დაქსეროქსებული ქაღალდია. და რომ დაიმსგავსებინა
აი რაღაც ფულად კუპიურად რო გამოჩენილიყო ნოლანი მთელი ღამე ესე იგი ყოველ კვირას ეჩალიჩებოდა ჭმუჭნიდა ამ კუპიურებს ბანკნოტას რომ უფრო ნაქონი და უფრო აი ბევრ ხელში გატარებული ფული ყოფილიყო რა ფულად გამოჩენილიყო პრინციპში ეგრეთ ჩანს ფილმში თან რო დააკვირდეთ ფილმს დასაწყისში არის ძალიან ისეთი კრეატიული სცენა ასეთი ისა რა ქვია კამერა ნარნარად მოძრაობს პერსონაჟებს შორის დიალოგის დროს და ამის გაკეთება არ არის მარტივი რა იმიტომ რომ შესაბამისი მოწყობილობა გინდა რომ ას კამერამასი ჩაიაროს რა და მთელი დანარჩენი ფილმი ამ მოწყობილობის გარეშეა გადაღებული მთელი დანარჩენი ფილმი გადაღებულია ხელით ზოგჯერ არის სცენები სადაც აი უბრალოდ ქუჩაში მიდის პერსონაჟი და ეს ხელით ანუ სტაბილიზაციის გარეშე ხელით უღებს და ეს ძალიან თვალში ხვდება და დასაწყისში ძალიან ისე ნარნარი და საკაიფო სცენაა იმიტომ რომ ყურადღება მიიქციო შენი და მე იკიდებ. მე რეალურად ეს სცენა რომ მოგხიბლავს პირველი. მე უკვე აკვირდები სიტუაციას, სიუჟეტს, რომელიც ძალიან, ისეთი არეულ-დარეულია დროის ამბავში, რაც პრინციპში ნოლანის ნოუ-ჰაუა, თანამედროვე კინოში ყოველ შემთხვევაში, ზოგადად არა, რა თქმა უნდა. ბოლოს პოლონური კინო არსებობს, ვოიცეკ ხასის ხელნაწერი, სარაგოზაში ნაპოვნი ხელნაწერი, რომელიც ასევე დროის თემაზეა და ხშირად მეორდება დრო და ხშირად იცვლება ქრონოლოგია და მთელი ამბები რა ძალიან მაგარი ფილმი ასევე გირჩევდით ამ ფილმს თუ ფიქრობთ რომ ნოლანამდე არავის არ უქნია ეგ მსგავსი რამ ძალიან ცდებით მაგრამ აი თანამედროვე კინოში მთავარი კორიფე ადამიანი რომელიც იყენებს დროს როგორც მხატვრულ იარაღს არის რა თქმა უნდა კრისტოფერ ნოლანი დიდ კინოში და ფოლოვინგის შემდეგ სტუდიებმა უკვე მისცეს საშუალება გადაიღო რაღაც ცოტა მეტი ბიუჯეტით რა და გადაიღო ფილმი მემენტო გაი პირსი თავარ როლში გაი პირსი არ იყო არც მაშინ არც ახლაც რა თქმა უნდა პირველი ეშელონის A-list მსახიობი პატარა მსახიობი იყო მაშინაც შესაბამისად მას ნოლანს უნდოდა ვინმე მაგარი დიდი მსახიობი მოსულიყო აქ მაგალითად ბრედ პიტი მაგრამ რა თქმა უნდა ბიუჯეტი და ის არაძლევდა მაგის საშუალებას და ნოლანს ეგეთ სახელგანთქმული არ ყოფილა რომ ყველა მასთან მისულიყო ეს არის ფილმი ადამიანზე რომელსაც ჭირს ამნეზია ოღონდ სპეციფიკური ამნეზია ჭირს მას არ შეუძლია მოკლევადიანი მეხსიერების ჩამოყალიბება ანუ რაღაცა რომ მოხდება ეგრევე ავიწყდება ანუ მოხდა რაღაცა ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაიტანებს ხო ეს მეორე აღარ ახსოვს და ბაზარი არა ანუ არ ახსოვს ნუ ახსოვს მაგრამ მისი ცოლი მოკლეს და მან რაღაცნაირად უნდა გაარკვიოს ვინ მოკლა ანუ აზზე არა საერთოდ ერთი და იგივე რაღაცეები ემართება ერთ და იგივე ხალხს ელაპარაკება და ამ ყველა ჯერზე მისთვის ეს ახალი ვითაა არ ახსოვს არაფერი და რო არ დაავიწყდეს ამიტომ ხან ტატუებს იხატავს და იწერს რაღაც ინფორმაციას ხან ფოტოებზე წერს და ასე შემდეგ და ასე ცდილობს გაარკვიოს მისი ცოლის მკვლელის ვინაობა და ფილმი დაყოფილია ორ ნაწილად ერთში მოვლენები ობიექტურად მიმდინარეობს ანუ შავ-თეთრა და ეს ნაწილი სადაც ჩვენ ვუყურებთ ამბავს ისეთ როგორიც არის ანუ ობიექტური პერსპექტივით და მეორე ნაწილი მთავარი ნაწილი ეს არის პირადად ამ პერსონაჟის რომლის სახელი ამომივარდა თავიდან ლენი თუ არ მეშლი არა ლენი არ ერქვა მოკლედ გაი პირსის პერსონაჟის სუბიექტური ხედვა ანუ ის თუ როგორ თვითონ თავისი ამნეზიით მოკლევადიანი მეხსიერების ვერ ჩამოყალიბებით როგორ უყურებს სამყაროს ეს არის ფერადი ეს ორი ტაიმლაინია ეს ორი ხაზია ასე ვთქვათ არეულ-დარეული ძალიან რთული რეალურად ნოლანის ფილმს ისახასიათებს რომ ძალიან რთულია ადევნო თვალი მოვლენების განვითარებას მაგრამ აი ეს არანაირად არ გიშლის ხელს რომ ისი ამოვნო იმიტომ რომ აწყობილია ისე რომ თავარი მომენტები შთამბეჭდავია საკვანძო მომენტები სულ არის შთამბეჭდავი მემენტოში ეგრეა მემენტოში ძალიან ისეთი რთული ფილმია ძალიან რთული სტრუქტურა აქვს გასაგებად აი მოვლენებს პირდაპირ რომ მიყვე შეიძლება აირიო რა და დიდი ალბათობით აირები მაგრამ ეს ხელს არ შეგისლის ისი ამოვნო ამბით რომელშიც არის თავარი იდეა რომ ამ კაცს ჭირს
ესეთი ძალიან რთული შემთხვევა ამნეზიის. და ეს კაცი ცდილობს თავის სოლის კვლელის ვინაობის გამორკვევას და რეალურად გაუგებარია სად არის სინამდვილე და სად არის უბრალოდ ამ კაცის ბოდვა და რა არის აქ სიმართლე როცა უყურებ ფილმს აი ეგ ინტერესი კლავს ფილმის ბოლომდე რა ძალიან საინტერესოა ამის გამორკვევა და დღემდე არის ეს თეორიები ესე იგი არ დავცდილობ ახლა არ დაგისპოილეროთ რა უბრალოდ ძალიან ამოუხსნელი ფილმია და შესაბამისად ძალიან ბევრი თეორია ახლავს რა მემენტო არის პირველი ფილმი ნოლანის ფილმოგრაფიაში როცა მან გამოიყენა მისი ძმის სცენარი ჯონათან ნოლანის სცენარი რომელიც მერე თვითონ მოიყვანა სისრულეში ანუ ბოლო დრაფტი რა თქმა უნდა მისია შესაბამისად სცენარიც მისია მაგრამ რა თქმა უნდა პირველადი იდეა და ეს ყველაფერი არის ჯონათან ნოლანი ასევე ძალიან საინტერესო პერსონა მაგალითად Westworld-ი მის ავტორობით შექმნილი სერიალია რომელიც ძალიან კარგი სერიალია ყოველ შემთხვევაში მე ვიტყოდი პირველი სეზონი მე უკვე სუსტდება თლიანად ამ სერიალის ხარისხი მაგრამ ჯონათანი თვითონ ძალიან საინტერესო ტიპია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნოლანის კარიერაში მის გარეშე ჯონათანი რო არა ძალიან ბევრი რამე კრისტოფერ ნოლანს არ იქნებოდა შემდეგი ფილმი უკვე არის ინსომნია 2002 წელს გადაღებული და ნახეთ რამხელა ნახტომი განიცადა ნოლანმა ესე იგი following-ის შემდეგ ხო სტუდიამ უკვე დაინახა რომ ამ კაც შეიძლება ანდო პროექტი და ის პროექტი იქნება წარმატებული. ხო, ან ყოველ შემთხვევაში რაც თავარია მისი იდეა იქნება წარმატებული. მემენტო ხო გადაიღებინეს 5 მილიონიანი ბიუჯეტით. ახლა ინსომნიაზე, რომელიც არის ნორვეგიული ფილმის ნორვეგიული თრილერის რემეიკი, მას ანდეს ყურადღებით 46 მილიონი დოლარი. და მთავარ როლებში თამაშობენ ალ პაჩინო და რობინ უილიამსი. ფილმის იდეა, ფილმის სიუჟეტი არის ის, რომ ალიასკაში მოხდა კვლელობა, მოკლეს ახალგაზრდა გოგო, დეტექტივი თავის გუნდთან ერთად ჩადის ამ ყველაფრის გამოსაკვლევად და როცა ამ კვლელს ეკიდებიან, ნისლია და კაცი დეტექტივი ალ პაჩინო რომელსაც თამაშობს, მოკლავს თავის კოლეგას. შემთხვევით ესვრის რა. და იმის შემდეგ ალ პაჩინოს პერსონაჟს ჭირს უძილობა. ფილმი ვიზუალურად აგებულია ისე, თითქოს შენ გჭირს უძილობა. იმიტომ რომ ვიზუალური ესთეტიკა და ამბის თხრობის მანერა მაინც აი ცოტა დუნეთ, ცოტა არეულად. აქ ვერ ვიტყო, აქ არ არის არეული ტაიმლაინი, არა, მაგრამ აი რაღაცა დული მე ვიტყოდი განწყობა, რომელიც გადმოცემულია, რომელიც შექმნილია იმიტომ რომ თავარი პერსონაჟს ეგეთი რამე ჭირს მის გონებაში რა. და მკვლელს თამაშობს რობინ უილიამსი, რომელიც ჩდება ფილმის ნახევრის ფილმის სადღაც 50 წუთზე ჩდება რობინ უილიამსი რა. და ასეთი ფილმია. ვერ ვიტყოდი რომ თავარი ფილმია ნოლანის კარიერაში, იმასაც ვერ ვიტყოდი რომ მანდა მაინც სუპერ წარმატებულია მხატვრულად ეს ფილმი. მე ვფიქრობ რომ არ არის, მაგრამ აქაც ნოლანი აქაც ჩანს რა, აი როგორ მიუდგა თრილერის ჟანრს, აქ კარგად გამოჩნდა. მაგრამ მარტო მე დავინახე სტუდიებმაც დაინახეს, რომ ამ კაც შეიძლება ჩააბაროს ჟანრული კინო და გამოუვა მაგარი კინო. და ამიტომაც ჩააბარეს ბეტმენის ტრილოგია. ეს ალბათ თავარი ზოგადად 2000-იანების აი თავარი ნამუშევარი, პირველი და მეორე ბეტმენები, ანუ ბეტმენ ბიგინს, ბეტმენი დაწყება და ბეტმენი ბნელი რაინდი. მეორე ნაწილი 2010-იან წლებშია გადაღებული, მესამე ნაწილი უბრალოდ. ამ ტრილოგიაზე პრინციპში ბევრი სალაპარაკო არ არის, იმიტომ რომ რავი ბეტმენია და ყველა მიცით რა. უბრალოდ საინტერესოა. მე პირადად არ მიმაჩნია ეს ტრილოგია შესანიშნავი ფილმებია ყველა მხრივ, რა თქმა უნდა, უდაოდ სამივე. რა თქმა უნდა, მეორე უფრო საინტერესოა. არა მხოლოდ ჯოკერის გამო რა, ასევე Two Faces პერსონაჟიც და ბოლოს რაც ხდება ის ამბები ძალიან საინტერესოა რა. მაგრამ მე არ მიმაჩნია ეს სამი კინოკომიქსად. ვიზუალური სტილით, უბრალოდ რომ შევადაროთ სემ რეიმის სპაიდერმენი და ეგ ნოლანის ბეტმენი. რა თქმა უნდა, უმეტესობა აბსოლუტური ეტყვით, რომ ნოლანის ბეტმენი ჯობია და ხვდები თქვენს ლოგიკას, მაგრამ შევადაროთ როგორც კინოკომიქსი. როგორც ფილმი, რომელიც ორიენტირებულია გმირის შექმნაზე.
და აბა რომელი უფრო წარმატებული ამხრივ, იმიტომ რომ კინოკომიქსი აუცილებელია. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ აი Watchmen-ების კინოკომიქსია, მაგრამ Watchmen-ები კინოკომიქსის ალტერნატიული ხედვაა და არა კლასიკური. და ამხრივ მე უბრალოდ არ გამყავს ნოლანის ბეტმენი კინოკომიქსად. ვიზუალური ესთეტიკის და ზოგადად პრინციპში მიდგომის კუთხით რა. იმიტომ რომ ის არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ ბეტმენი წარმოაჩინოს გმირად ამ სიტყვის ტრადიციული აი კინოკომიქსური მნიშვნელობით რა. ეგ მიზანი არ ამოძრავებს მას. რაც ანუ კი არ აკნინებს, არანაირად არ აკნინებს, უბრალოდ ანუ საერთოდ არ აკნინებს ამით, არ გაიგოთ ეგრეთ თქოს მე ბეტმენის ტრილოგიას ვაკნინებ, იმიტომ რომ არ არის კინოკომიქსი, უბრალოდ როცა ადარებ მაგალითად Marvels ამ ტრილოგიას არ არის სწორი ჩემი აზრით. ასევე საინტერესოა მეტრივსის ბეტმენის, ანუ 2022 წელს გამოსული ბეტმენის და ნოლანის ბეტმენის პირველი ბეტმენი დასაწყისის შედარება. საინტერესოა ის თუ როგორ უდგებიან თვითონ აი ბრიუს ვეინის პერსონაჟს. ბეტმენის ტრაგედია რა არის, ხო? ბეტმენს გარდაეცვალა, ბეტმენს მის თვალწინ კრიმინალებმა მოუკლეს მშობლები და მისი ცხოვრების მიზანი გახდა კრიმინალთან ბრძოლა. ეს არის თავარი. ბეტმენის ფსიქიკის ბირთვი. მაგრამ კრიმინალთან რეალურად იმიტომ იბრძვის, რომ საკუთარ ტრავმას ებრძოლოს, ასე ანუ ის მშობლების სიკვდილის უსამართლობა გადააქვს მთლიან გარე სამყაროზე. რათა მტერი იყოს არა საკუთარი ტრავმა, არამედ გარეთ იყოს. იმიტომ რომ გარე მტერთან ბრძოლა უფრო მარტივია ვიდრე საკუთარ თავში არსებულ ტარაკნებთან. და ეს არის ბეტმენის თერაპია. როცა ის გოთემში არსებულ კრიმინალს ებრძვის და ამარცხებს, მისთვის პირადად ეს არის გამოჯანსაღების პროცესი, მაგრამ რეალურად ეს უსასრულო პროცესია, იმიტომ რომ გოთემი ზუსტადაც ის ქალაქია, რომელიც შინაარსი არის, რომ უნდა იყოს კრიმინალი. და ეს ბეტმენს აწყობს. წარმოიდგინეთ, გოთემი, რომელიც ზომოს არ არის კრიმინალი. ბეტმენი ან უბრალოდ სხვაგან წავა, უფრო კრიმინალურ ადგილას, რაღაცნაირად გაამართლებს ამ ყველაფერს და იტყვის, რომ აი იქ უნდა ვებრძოლო უსამართლობას ან რაღაც ეგეც, ან უბრალოდ თავს მოიკლავს. იმიტომ რომ შეჭამს შიგნით მისი ტრავმა, რომელსაც ის ებრძვის კრიმინალთან ბრძოლით. და აქ ორი გზა. შენ შეგიძლია ბეტმენი წარმოაჩინო მაგარ კაცად, რომელიც ებრძვის ყველა არასწორს და ამით მაგარი ტიპია და მდიდარია, მომხიბლელია, ფილანტროპია, ბანკი შეუძლია უბრალოდ რესტორანი მივიდეს და იყიდოს უპრობლემოდ, ბანკი იყიდო, პრობლემა არ აქვს ცხოვრებაში და თან ღამე ებრძვის ცუდ ხალხს. ამას იმიტომ აკეთებს, რომ თulis რომ ესაა სწორი. და რა თქმა უნდა, აი ქვეტექსტი არის ის, რომ ამას მშობლები მოუკლეს კრიმინალებმა და ასე ის ებრძვის საკუთარ ტრავმას. ოღონდ ეს არის ქვეტექსტი. ნოლანის პირველ ფილმში ასეა ნაჩვენები ბეტმენი, ასეთი ტიპაჟია. ანუ ჩვენ რა თქმა უნდა სიუჟეტის დონიდან, ქვეტექსტის დონეზე ვხედავთ მის სისუსტეს, მაგრამ ეს არასდროს არ არის ზედაპირზე. იმიტომ რომ ბრიუს ვეინი უნდა იყოს ის პერსონაჟი, ბრიუს ვეინი უნდა იყოს კი არა და ნოლანთან არის პერსონაჟი, რომელსაც გინდა რომ მიბაძო, იმიტომ რომ მაგარი ტიპია. მაგარი ტიპია, როგორც საზოგადოებაში დამკვიდრებული, წარმატებული, კარგად წარმოსადეგი პიროვნება და ამავდროულად გმირიც. ეს ერთი. ხოლო მეტრიუსის ბეტმენი, რობერტ პატისონი რო თამაშობს, არ არის ეგეთი. მეტრიუსის ბეტმენთან ტრავმა, რომელიც ნოლანთან ქვეტექსტშია, აქ კონტექსტია ეგ ტრავმა. ანუ ეგ განაპირობებს ბეტმენის ვიზუალურ მხარეს, ბეტმენის ხასიათს, ბეტმენის ქცევას, ბეტმენის თვითონ ბრიუს ვეინის სალკე, ანუ იმის გარეშე, კოსტიუმის გარეშე პიროვნებას, ანუ ეგ ყველაფერი ჩანს, ანუ და ზუსტად ამ მომენტში კამერამ მითხრა, რომ ვეღარ გააგრძელებს ჩემთან თანამშრომლობას. და სამწუხაროდ ნოლანზე პოდკასტის ორ ნაწილად დაყოფა მომიწევს. ეს არის პირველი ნაწილი და მეორე ნაწილი დაიდება რაც შეიძლება მალე. ამიტომ დაელოდეთ. ასევე აქვე დაგემშვიდობებით. გამოიწერეთ არხი
დაალაიქეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ. თუ თქვენთან დღეა, მშვიდობიან დღეს გისურვებთ. თუ თქვენთან საღამოა, მშვიდობიან საღამოს და თუ იძინებთ ტკბილ ძილს გისურვებთ. აბა თქვენ იცით.